კიდევ ერთხელ აქ იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც მომდინარეობდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან და აქ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ძალა, რომელიც დამნაშავეა არა მარტო რაღაცა პატარ-პატარა გადასტომაში, მათ გაუმწარეს სიცოცხლე უამრავ ადამიანს და ეს ძალიან კარგად უნდა გააცნობიერონ, როდესაც პროვოკაციებს გეგმავენ ესენი. ეს არის ძალიან ერთი პრინციპული განსხვავება და მეორე პრინციპული განსხვავება გახლავთ თავისთავად ის, რომ რაც შეეხება თქვენს მიერ ხსენებულ ინციდენტს თავის დროზე 2012 წლის მაგალითი გაიხსენეთ, იქ პირდაპირ ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე გაკეთდა ეს ყველაფერი, პირდაპირ დავალება მიდიოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ მათ უნდა დაეწყოთ ქვების როლა და სხვაგვარი, ასე ვთქვათ, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. კიდევ ერთხელ, ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი ამოცანა დასმული, ჩვენ შემთხვევაში აქტივისტების მობილიზაციის მიზანი იყო პრევენცია, თუმცა თქვენ აბსოლუტურად სწორი ბრძანეთ, ბუნებრივია ის ინციდენტი, რომელიც მოხდა, ჩრდილს აყენებს, რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ ძალასაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ პროვოკაციას არ უნდა აყვნენ ჩვენი მხარდამჭერები და როდესაც ასეთი ინციდენტი ხდება, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ჩვენ ვიზიარებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ძალიან მკაცრად იმ პროვოკაციაზე, რომელიც დაიგეგმა ნაციონალური მოძრაობის მიერ და რომელიც განხორციელდა ამ პოლიტიკური ძალის მიერ და იმედი მაქვს მე, მაინც მინდა დავიტოვო, რომ ამ ასე ვთქვათ სტრატეგიას ისინი არ გააგრძელებენ და ისინი შეესწებიან, რომ ადეკვატური ფორმით წარსდგნენ არჩევნებში, და მოკლედ თუ შეიძლება